ეს ჩვენი გელენდვაგენია. ამ ეტაპზე დიდად სახარბილო და პრეზენტაბელურად არ გამოიყურება, მაგრამ როგორცაც გავხდით, ვიდეოს ბოლომდე გვიყურეთ და ნახავთ. ძალიან ბევრი ვიწვალე იმისთვის, რომ კარგი შედეგი მიგვეღო და იმედია გამოვა. გამოვიწერე უამრავი დეტალი. 80% გამოვიწერე დუბაიდან, 20% ჩინეთიდან, კიდევ რაღაცები გამოსაწერი დამჭა, სხვათა 6%-ში ავირე, მაგრამ 2-3% რომელიღაცას მოვაკლოთ ან ჩინეთს ან დუბაის და რაღაცა გამოვა საბოლოო ჯამში. ხო და ვიწყებ ჩვენ ამ გელენდვაგენის გადაკეთებას, ვაკეთებ ბრაბუსის G7-ასაც, ფერი იქნება სავარაუდოდ True Nardo Grey, დანარჩენს უკვე ერთად შევხედავთ. შენ არ ამიშავსთავად? რავი. მოკლედ, გადავწყვეტე ბათუმიდან ჩამოვიდო, რომ პირდაპირ გავსულიყავ გარაჟში, რომ მიჩვენებია თქვენთვის რა სამუშაოები გაკეთდა გელენდვაგენზე. ამას მალევე ავტვირთავთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ მინდა ნახოთ პარალელურად. მოკლედ, გავაღოთ ახლა სიმართლე გითხრათ, რომ სამუშაოებით არ გავგიჟდებთ, რომ ფოტოები მაქვს ნახე. როცა ფოტო ვნახე, მაშინ გავგიჟდე. ეხლა რომ შევიდე და გავგიჟდე, არაბუნებრივი რეაქცია იქნება, მაგრამ ძალიან მაგარი გამოდის და ერთად ნახოთ უკვე ლაივში. ხო, ნუ როგორც გითხარით, ახლა ფოტოებში ნახი მქონდა. დავათვალიეროთ ახლა ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება მე ფოტოში ვერ მენახა. რატომ არის ახლა მიმაგრებული? არ არის დამაგრებული, შესაძლებელი არის ეგრეთ წოდებული ზაზორი ჩანდეს, მაგრამ რა ხდება? როცა ბოდიკიტი ჩამოდის, პირველ რიგში უნდა მოერგოს მანქანას, რომ ფორმა მიიღოს, შემდეგ ისევ უნდა დაიშალოს, სამღებრო სამუშაოები ჩატარდეს, ან თუ საჭირო არის ფირი გადაეკრას, მოკლედ და ამის მერე ხელთავიდან აიწყოს, ანუ ორჯერ ხდება მანქანის საწყობა. ასე შემთხვევაში მივიღებთ იდეალურ შედეგს. ამ ეტაპზე ახლა მანქანაზე მორგებული არის კაპოტი, მორგებული არის ბამპერი, მორგებულია ფარები, ფრთები, უკანა და წინა მოლდინგები და პლუს პატარ-პატარა დეტალები. დარჩა ისეთი რაღაცების მორგება, რომელსაც წინასწარ მორგება აჭირდება და ორჯერ ვარ დავშალო და ავაწყოთ, მოკლედ ისინი არ გავკეთებია. რეებს ვაკეთებთ, ახლა ნახეთ. აი აქეთ ორი წამი აჩვენეთ, ნახეთ, მოხსნილი არის აბსოლუტურად ყველაფერი მანქანაზე, რისი მოხსნაც კი შეიძლებოდა. ამის მერე მოხსნა ჭირდება სავარძლებს, რომ შეიკეროს ახალი, სრულიად ახალთახალი, მაგრამ რატომ არის კარებები მოხსნილი? იმიტომ რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ Nardo Grey-ს და Nardo Grey რო გამოვიდეს, მარტო გარედან კი არ იქნება, შიგნიდანაც იქნება, აბსოლუტური გარდაქმნა იქნება. სრული Nardo უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მოხსნით კარებები, მოგეხსენებათ გელენდვაგენი დიდად არ განსხვავდება უაზის კარებებისგან და ბრაგაბრუგი გააქვს აქეთ-იქით, ბრაგაბრუგს დავტოვებთ, მაგრამ გავუკეთებთ ხმის და ვიბროიზოლაციას. ეს რას შედეგს მოგწევს? მოგწევს, როდესაც მანქანას მართავთ, იქნება უკომფორტულესი და ის ხმები, რომ მაგისტრალზე უქარი უბერავს და რაღაცები საერთოდ აღარ იქნება. ამიტომაც კარები რომ მოხსენით, კიდევ აბივკაც მოხსენით იმას, აბივკიდან შუშაც ამოვაძრეთ და შუშაზე ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. წკაპშავია, წკაპთეთრი იქნება, მაგრამ ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებთ. მოკლედ, ეხლა შევიხედოთ სალონში. შესაკერი არის ახალთახალი სალონი, შეიკერება ბარი, შეიკერება სავარძლები, ჭერი, ხალიჩაც კი შეიკერება. მოკლედ, არამქვეყნიური სილამაზე იქნება და დეტალები იქნება, აი როგორ გითხრათ, აი დიტეილინგში რაც არის ყველაზე მაგარი, რომ დეტალს მიაქცევ ყურადღება, თითოეული დეტალი იქნება მიხედილი და ულამაზესი.
მოკლედ G-კლასის ამბავი გაგვეწელა, მაგრამ დაანონსებული იყო რომ გაიწელებოდა, იმიტომ რომ როცა ჩვენი G-კლასის გადაწყობის პროექტი დავიწყეთ, მაშინ უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავდა, რომელიც შეგვაფერხებდა და ვიცოდი რომ შეგვაფერხებდა. თან სეზონიც უკვე იწყებოდა ჩვენი საქმიანობის და მოკლედ წინასწარ ვიცოდი რომ გაიწელებოდა, მაგრამ უფრო მეცაც ველოდი სხვათა შორის, თუ რაღაც თვენახევარი დააგვედა, მეცაც ველოდი რომ გაიწელებოდა, მაგრამ კარგია რომ შედარებით მალე დავიწყეთ. რაღაც დეტალები უკვე შეღებილია, ეხლა ვღებავთ ძარას. და პატარ-პატარა, სადაც ფეხის სამაგრე ეგრეთ წოდებული პაროგი უმაგრდება, იქ რაღაც პატარა ჟანგი დავინახე და ეხლა იქ პაროგებიც მოხსენით, დათო მოხსნა და ეხლა მივდივართ, რომ ჩვენ დავხედოთ, ბიჭები მუშაობენ, გაჩვენებთ დასაკეთებენ. მოდი ფერს არ გაჩვენებთ, რომ არ დაგასპოილოთ, იმიტომ რომ მე რომ მანქანას დაამთავრებენ და ვნახავ, იქ ხტუნას ვერ დავიწყებ ეხლა, იმიტომ რომ მანქანის პროექტი თითქმის ყოველდღე უყურებდი და ძალიან ნერვიულობდი, ასე რომ ფერიც ვიცი და ყველაფერი ვიცი და ეხლა ის გადააფარე, რა ქვია, გადასაფარებელი, მე გადააძრე და მე ხტუნას დავიწყებ, არ გამოვა სამწუხაროდ. ხო და აი ახალ G-კლასს რო ვიყიდი, ან ვინმე რომ მაჩუქებს, მაგრამ ასავროდ არავინ არ მაჩუქებს, ჩემით რო ვიყიდი, მე ვიხტუნავ. მე არ მეწოდინებოდა რომ მე ვყიდულობ, მაგრამ მოკლედ მე ვიხტუნავ. ხო და წავიდით ახლა ვნახოთ, მანქანა სრულად დაშლილია, რაც კი შეიძლება მოხსენით. ერთადერთი დარჩა საქარემინა. საქარემინასაც მოხსნით ძარის შეღებისას. ანუ დღეს უნდა მოხსნათ საქარემინა. წამო ახლა ვნახოთ აქ რა ხდება. როგორი დაშლილია ჯიგარი კი ხედავთ. ეს ხვირინა ნახი გაქვთ ახლა პრინციპში აქ ახალიც არაფერი არის დაშლილი. აი აქ იყო ჟანგი ნახეთ. ცოტა ხნის წინ შევამჩნიეთ, აი ახლა ვაჩვენე, სხვათა შორის მანქანა ძალიან ჟანგიანი კი არა, ვაფშე არ არის კოროზიაში და აი ნახეთ. ეხლა ამას კოროზიის გარდამქმნელი აქვს წასმული, ძალიან მალე შევძლოთ რომ ვუმკურნალოთ ამ კოროზირებულ ძალიან პატარა დეტალს. რაც მთავარია და რაც ძალიან მაგარია, მანქანა თითქმის ქარხნულ საღებავში იყო, როდესაც დავამუშავეთ და კოროზიის კვალი საერთოდ არ არის. მისასალმებელი ამბავი. ხო, ხედავთ, ეხლა აბსოლუტურად ყველაფერი იღებება, შიდად გარები იღებება, მზადდება და მთლიანად ფერი იქნება მიცემული, აბსოლუტურად კარს რო გააღებ, არაფერი განსხვავება არ იქნება და იცით რომ მანქანას ჩვენ ვუცვლით ფერს და ფერი იქნება True Nardo Grey 2023 წლის ბრაბუსი. ნახოთ რა გამოვა, ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს. გათენდა კიდე ერთი დღე და ჩვენ დღეს გელენდვაგენზე ვაკეთებთ იზოლაციას, უკვე აწყობას ვიწყებთ მანქანის და იზოლაცია გასაკეთებელი ვაკეთებთ. პრემიუმ ხარისხის ძალიან მაგარ იზოლაციას, რამდენიმე ფენას და რამდენიმე ფენას ნებისმიერ თუნუქზე, სადაც კი ხელი მიგვიწვდება. მაგალითად, კარებზე კეთდება ორგან გარეთა თუნუქზე და შიდა თუნუქზე, სადაც ეგრეთ წოდებული აბლიკა მაგრდება. მოკლედ, ხედავთ უკვე იატაკის პირველი ფენა რაც უზრუნველყოფს რომ იყოს ვიბროიზოლაცია მანქანაში დაკრულია, ამის მერე უკვე წავა ხმის ჩამხშობი ღრუბელის გაკეთება, მაგრამ ამავდროულად აუდიო სისტემაც არის გასაკეთებელი. აუდიო სისტემაში რაღაც პრობლემები არის, მოკლედ პარალელურად გავაკეთებთ, მონიტორი არის დასაყენებელი და უკანა ხედვის კამერა. და უნდა გადაიჭიმოს ეს კამერა ტორპედოდან საბარგულზე. ასე რომ ესეც ეხლა არის გასაკეთებელი. ცალას ვიყენებთ STP-ს. STP სამწუხაროდ რუსულია და მომიწია რუსული მასალის ყიდვა. ალბათ თქვენ გაბრაზდებით რომ რატო იყიდაო, მე მეც რომ დავფიქსები, მეც გაბრაზებული ვარ, გუშინ 100,000 კაცი ნახირივით ჩამოყარეს ეგ თბილისში და აყენეს რუსთაველზე და ეხლა ისე მე უკან გაუშვეს, სხვათა შორის საცობს ვიყავი გაჭედილი მაგათ გამო. ხო და რაღა მე ვიწვალო, ვერ გავიგე. იმათ ქვეყნის ბედი ფეხებზე კიდია და მე ევროპიდან მასალა ამ წონის მასალა ბატონო, ის ძალიან დააწება ჩემ ჯიბეზე. თუ გაყიდვა იყოს ყველა მეთად ყიდოთ რა.
მაგრამ მე ვარ მხედრო რომ შეხედო, ჩემი მხრიდან რომ შეხედო, უამრავი საქმე დარჩა კიდე გასაკეთებელი. ასე რომ უფრო კონკრეტულად გარე ვიზუალზე ვართ ეხა, ჯერჯერობით ვარგებთ რაღაცებს. და სამწუხაროდ დაგვავიწყდა დეტალები, რომელიც შავპრიალაში უნდა შეღებულიყო. და ახლა ეს ყველაფერი კიდე თავიდან შესაძლებელია, თავიდან მოსახსნელია და საკმაოდ გართულდა საქმე, მაგრამ იმედოვნებ ძალიან მაგარი გამოვა საბოლოო ჯამში. სულ ცოტა ხანში თქვენ უკვე დაიწყებთ ჩვენს მიერ გაკეთებული მანქანის საბოლოო შედეგის ნახვას ექსტერიერის, ჩვენ ცალკე ვაპირებთ გადავიღოთ უკვე ინტერიერის ნაწილი და ერთი-ორი სიტყვით მინდოდა მეთქვა მანამდე რა გავაკეთეთ, როგორ გავაკეთეთ, რა ვერ გავაკეთეთ და ასე შემდეგ. ხო და თქვენ იცით რომ ჩემი ძმა და მეგობარი დათო კენჭაძე ედგა ამ ყველაფერს სათავეში. მან უზრუნველყო რომ ის მანქანა ეხლა რასაც თქვენ ხედავთ ესეთი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა სპეციალისტები, თავისი დარგის სპეციალისტები და პროფესიონალები დაგვეხმარნენ, საბოლოო ჯამში დათომ შეკრა ეს ყველაფერი. და მე მინდა ეხლა რომ ერთი-ორი კითხვა თქვენთან ერთად დათოს დავუსვათ. კითხოთ ჯერ პირველ რიგში როგორი მოლოდინი გქონდა და ეს მოლოდინი თუ გამართლა ჩემოდავით და მე აუცილებლად ისეთი რაღაცები ვთქვათ, რაც დაუშვათ გვინდოდა და ვერ გავაკეთეთ და საომალო თუ შევძლებთ რომ გავაკეთოთ. მოლოდინები როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, დიდი იყო, იმიტომ რომ ამ ხელა პროექტს მოვკიდეთ ხელი და ყველაფერს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, მაგრამ ეს მოლოდინები გაგვიმართლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შედეგი სახეზეა. ბევრი ვიშრომეთ, ბევრი სირთულეც იყო, ბევრ რაღაცაში გავიჭედეთ, მაგრამ მაინც გავართვით ყველაფერს თავი და რა ვიცი, იმედი მაქვს, მომავალში ეს იქნება ჩვენი დიდი გაკვეთილი, რაც გავაკეთეთ და მომავალში უკეთესი და უკეთესი იქნება. აი, რას იტყოდი, რისი გაკეთება დაუშვათ შეგეძლო უკეთესად, მაგრამ არ გამოგივიდა და დაუშვათ საომალოდ თუ გამოგვივა, ან შეიძლება ვერც გამოგვივიდეს, აი, თუ იყო რამე ეგეთი რა. რაც ვერ გამოგვივიდა, ესე მე გეტყვი მაგალითად რაც მახსენდება, მაგალითად, როდესაც მანქანა თავიდან ვიყიდე, საბოლოო ჯამში ამ მანქანაში დაახლოებით $50,000-მდე ჩემი ფული მაქვს გადახდილი, ხო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ეს დიდად G-კლასის ყიდვის და გაკეთების სული არ მქონია, უბრალოდ რაღაც საინტერესო ვიდეო და გამეკეთებია და შევწირე მოკლედ ეს სახსრები, ასე რომ თქვენ ახლა გამოიწერეთ სალონს ჩვენი არხი ცოტას დაგაბადლეთ. ხო, რაც მინდოდა იხა რომ მეთქვა. სალონის გადაკეთება მინდოდა ძალიან ახალ G-კლასზე, მაგრამ ნუ არ გამოვიდა, კოლოსალური თანხა ჯდება და შედეგი არ მიიღება ისეთი კარგი. ნუ ამ ეტაპზე მე უარი ვთქვი, იმას რომ გაინტერესებს ფინანსებიც. შესაძლებელია რომ გავომენახა, მაგრამ ძალიან გაჭირვები და არ ჩავთვალე საჭიროდ, მაგრამ რასაც თვალი გადავავლე იმ ჩინურ ნაგავში, რასაც უნდა ჩამდგარიყო ამ მანქანის სალონში, რომ ეს მონიტორები განახლებულიყო, ტორპედო განახლებულიყო, სალონი განახლებული, სალონი კი არა ახდებოდა, საერთოდ ჩიხოლები ჩავოდენა, გადაგვეკრა ძველ სკამზე და მოკლედ ამდენად კოლოსალური თანხა $20,000-ზე მეტი მოკლედ რა პირდაპირ ვთქვა და ნუ არ ღირდა და არ გავაკეთე. ხო, ეს არ გამოგვივიდა, არა, უფრო გადაწყვეტილ მე მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა რა, იმიტომ რომ ჩემი მიზეზთან შევერ გავაკეთე. არა, უბრალოდ არ ღირდა და არ გავაკეთეთ ამ ეტაპზე რა. საომალოდ შეიძლება მართლა გავაკეთოთ, მაგრამ აი რა გითხრათ, ეხლა მაი შეგიძლიათ მაი ავტოზე შეხვიდეთ და ნახოთ რამდენიმე მანქანა იყიდება. უცნაურად გადაკეთება, ვერ ხვდები საერთოდ როგორი გადაკეთებული არის და რამდენად ღირს გადაკეთება და ერთ-ერთი მანქანა $33,000 ღირს საერთოდ. მანქანას პლუს ის $20,000-იანი სალონი ჯამში ღირს $33,000 და რა ვიცი, ეგ რო კარგი იყოს, ხო ესეთ წარმოუდგენელი ამ ფასად. საერთოდ არ ეთქობა რომ ახალ წარმოიდგინეთ ეხლა ფასებზე ცალკე ვიდეოს წერთ, პირდებით, რა დაჯდა მანქანა, ამას ცალკე ვიდეოს გადავიღებ. ეხლა არ მინდა რომ ვილაპარაკო, მაგრამ მე იმდენად გამიქცა ბიუჯეტი, რომ 33,000-ში მანქანას პლუს ეგ სალონი ხო გამორიცხულია მოკლედ რა. ხო, ეს მანქანა იმიტომ ვიყიდეთ, რომ პირველ რიგში თქვენთვის პროექტი გვეჩვენებია. დათოს გამოვიდა ძალიან მაგრად. მე დაათვალე, არ ვაპირებ რომ გავყიდო ეს მანქანა უახლოეს პერიოდში. ასე რომ, შეგიძლიათ კარგად დაათვალიეროთ, ქუჩაში დათოც და მე ძალიან ვერს დავდივართ.
ვაპარკიგებთ კიდევაც, ტოვებთ კიდევაც და მოკლედ რა ვიცი, როცა გაგეხარდეთ, მიდით დაათვალიერეთ, შეაფასეთ, მოგწერეთ გნებად ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც ეს მანქანა გაკეთდა და მომხმარებლის რო იყოს ეს მანქანა, დარწმუნებული კიდევ უფრო მეტად კარგად გაკეთდებოდა. იმიტომ რომ ისეთ პრეტენზიებზე, რაზეც დათო თვალს დახუჭავდა და მე თვალს დავხუჭავდი, მომხმარებელი ვიცით რომ არ დახუჭავს, ასე რომ იმას კიდევ გზად გავუკეთეთ, მაგრამ ჩვენ იცით რა ვქენით, ეხა ეს იყო მეორე პროექტი. ერთი პროექტი ძალიან ძველი 126 გავაკეთეთ, მე და დათომ. Просто მე დავშალე დათომ ააწყო, დათომ ჩათვალეთ სამჯერ მეტი საქმე გააკეთა ვიდრე, იმიტომ რომ დათო რომ ჩამოვიდა საქართველოში დაბრუნდა, დავახვედრე დაშლილი მანქანა, რომელსაც ვერ გაიგო ვერაფერი, აინც ააწყო და იცით რა ლამაზი. 126-ზე ბევრად უკეთესი ხარისხით გავაკეთეთ G-კლასი. გახსოვთ თუ არა? ხო და რომელიმე ჩვენს მომხმარებელს თუ სურვილი ექნება, ჩვენ უკვე ახალ სერვისს ხსნით, სადაც ჩვენ სერვისში გავაკეთებთ ყველაფერს. ეს დიტეილინგ გარაჟის ფილიალი არ იქნება, ცალკე სერვისი იქნება, რომელიც იქნება აქაური ხალხის და ძალიან მაგარ პროექტებს შემოგთავაზებთ უკვე იქ. და იქ მომხმარებელს კიდევ უფრო დაუხვეწავთ, იმიტომ რომ ხო ხვდებით ახლა ჩვენი პირველი პოლირებული მანქანა და დღევანდელი პოლირებული მანქანა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ გადაგდასწავლოთ და დარწმუნებულა რომ ესეთ პროექტებშიც პირველ გაკეთებული მართალია მთელი სიყვარული და გული გვეყარება, მაგრამ ყოველი მომდევნო წინას აჯობებს, იმიტომ რომ განვითარების არ ნახულ გზაზე ვდგავარ და არ ვაპარაკებ გაჩერებას რა. შენას გვეტყვი კიდე დაგვიმთავრე ესე იგი. დიდი იმედი მაქვს კიდევ ბევრ პროექტს მოვკიდებთ ხელს და ბევრ კარგ პროექტს დავამთავრებთ, არა მარტო ჩვენი, არამედ თუნდაც ჩვენი მომხმარებლის მანქანებს და შედეგს რა თქმა უნდა დავდებთ ამის პასუხისმგებელი მე ვარ. კი ბატონო. მოკლედ ახალი სერვისი იქნება, გადავალთ მალე ყველანი ამ ვიდეოსაც გაჩვენებთ ახალ სერვისს რო გავაკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ დამიჯერეთ ძალიან ბევრს წვალობ, რომ როგორღაც მოგვემატოს გამომწერები და უფრო მეტმა ხალხმა გვიყუროს. ეხა კი დატყვით იმით, რითიც დატყვებით. Power, weakest flaws, money driven, major fraud, breathless body, diamond bones, wanna beat it, wanna feel it. თქვენ წინაშეა ჩვენი გელენდვაგენი, რომელსაც ბრაბუსის G700-ად გადავაქცეთ. აი შეხედეთ, არა, ერთი წამი მეტი არა. რისი თქმა მინდა, ბევრი გადაკეთებული გელენდვაგენი დადის საქართველოში, მაგრამ მათი ხარისხი სასწაულია, საშინელია. მინდა რომ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ქუჩაში შეხვდეთ ხოლმე დააკვირდეთ, დაათვალიეროთ და უამრავ საშინელებას ნახავთ, მაგრამ ჩვენი გაკეთებული G700 არა ამ ქვეყნეურია. როცა შეხვდებით ამ მანქანას, დაათვალიერეთ და მიხვდებით